საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ბასიანი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ გახსნა. მან ბასიანის შექმნის ისტორია გაიხსენა და მხარდაჭერისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მადლობა გადაუხადა. გიორგი დონაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკლესიის მეთაურის უდიდეს ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. გვექნება ძალიან ბევრი კონცერტი. დღეს ჩვენ შევასრულეთ რაჭული, იმერული და ლეჩხუმური სიმღერები. და ერთგვარი ესე ვთქვათ, ყველა კუთხის ამ მთელი წლის განმავლობაში ვეცდებით ჩვენ რეპერტუარში რა სიმღერებიც არის, რომელი კუთხის სიმღერებიც არის, ისინი წარმოვაჩინოთ. სხვადასხვა კონცერტების სახით, ეს ძალიან საინტერესო არის ახალგაზრდებისთვის და სფეროს მოყვარულებისთვის. ჩვენც როგორც ყველა ანსამბლი ისე შეუძლებელია ქართული მრავალხმიანობა ისეთი მრავალფეროვანია, რომ ერთ კონცერტში არა ორ კონცერტში მოახერხო და ყველა კუთხის სიმღერა სათანადოდ წარმოაჩინო და წელს ავირჩიეთ ესეთი გზა, რომ აი ივნისის ბოლომდე გვექნება კიდევ 3 კონცერტი, სადაც ვეცდებით შევასრულოთ ყველა კუთხის სიმღერები, ის სიმღერები, რომელიც ჩვენს რეპერტუარში არსებობს. ჩვენი რეპერტუარი იმდენად ფართო არის და იმდენად მრავალფეროვანია, რომ ესე თითო კონცერტის ფარგლებში ვერასოდეს ვერ გვიხდებოდა, რომ ყველა ეს რეპერტუარი შეგვესრულებინა რაც წლების მანძილზე დაგვიგროვდა, ჩავწერეთ, ასე რომ ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ მოგვეწყოთ ასეთი კონცერტების სერია და დღევანდელი პირველი კონცერტი შედგა, ასე ვთქვათ, საიუბილეო წლის ფარგლებში და ვფიქრობ ძალიან კარგად ჩაიარა და შემდეგ კონცერტებსაც ველოდებით ასეთივე დიდი ინტერესით. 25 წელი შემოსრულდა და გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ისეთი კონცერტები, სადაც შევიტანთ ისეთ რეპერტუარს, რომელიც ერთიან სოლო კონცერტში ვერ ვათავსებთ ხოლმე, იმიტომ რომ მოგიხსენებათ, ბევრი ალბომი გვაქვს გამოცემული და გამომდინარე აქედან გადავწყვიტეთ კუთხეები, რამოდენიმე კუთხე ცალ-ცალკე წარმოგვეჩინა და დღეს შევასრულებთ რაჭულ, ლეჩხუმურ და იმერულ სიმღერებს, რომლებიც რა თქმა უნდა ალბომებში შეტანილი გვაქვს, მაგრამ ვერ მოხერხდა კონცერტზე ესე მსმენელისთვის მიგვეწოდებინა. მე როგორც მუსიკოსი ვიტყვი, რომ ჩემთვის არის გამორჩეული ანსამბლი და დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ საგანძურის, აი ასე მოტანისთვის ჩვენამდე ყოველ ჯერზე, ყოველი მათი ღონისძიება, ყოველი მათი კონცერტი არის ძალიან დიდი სიამოვნება და კიდევ მრავალჯერ გაცოცხლება ამ ჩვენი ნამდვილად დიდი საგანძურის, რასაც ქართული ხალხური სიმღერა ქვია. ულოცავ ანსამბლ ბასიანს ამ საღამოს ძალიან საინტერესო საღამო იყო, იმიტომ რომ მათი წარმოდგენილი სიმღერები ხშირად ვერ სრულდება ბასიანის მიერ, როგორც გიორგი აღნიშნა და არის ძალიან სახასიათო კუთხეები, რაჭა, ლეჩხუმი, იმერეთი და რაღაცნაირად თან გავს ერთმანეთს და თან განსხვავებულია და დღევანდელ კონცერტზე მსმენელს შეეძლო აი ამ განსხვავებულობის და საერთოს მოსმენა და ძალიან საინტერესო კონცერტი იყო და მადლობა მათ ამ სასიამოვნო საღამოსათვის. შეგახსენებთ, რომ ბასიანი 2000 წელს საქართველოს საპატრიარქოში ჩამოყალიბდა, 2013 წელს კი მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. ბასიანს დღემდე ჩაწერილი და გამოცემული აქვს ტრადიციული სიმღერა გალობის 300-მდე ნიმუში.